სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად ჩვენ ვართ რა ცოცხლები, ვართ რა მოაზროვნეები, გონიერები, ვართ რა უნიკალური პიროვნებები, განუმეორებელნი, გვაქვს რა ნებელობა, ანუ ენერგია, ვცდილობთ ვიცოცხლოთ ადამიანური სიცოცხლით, იმ ნიჭებით, რომელიც ჩამოვთვალე, ამ ნიჭებით ვიხაროთ, ვიბედნიეროთ, ამ ნიჭების რეალიზება მოვახდინოთ, არ შეუძლია ადამიანს სიხარულის გარეშე, ბედნიერების გარეშე, მიზნის გარეშე, ცხოვრების საზრისის გარეშე, ადამიანს არ შეუძლია არც მიღმიერი ეგზისტენციალური მიზნების გარეშე, არ შეუძლია მშვენიერების გარეშე. ის რა ჩამოვთვალე, მათ შორის მოაზროვნეობა, თავისუფლება, როცა ჩვენი ინტუიცია განიცდის აუცილებლობას მიღმიერი საზრისის ჩვენში არსებობის. ანუ როცა რელიგიურობა, ესე ვთქვათ, აუცილებელი კომპონენტი ხდება ადამიანური ყოფიერების. თუმთლად გადაგვარებული არ არის ადამიანი. აი ეს ყველაფერი ადამიანს აქვს და მე უკვე ამ ყველაფრიდან ადამიანზეა მინდობილი თუ ამ ყველაფერს როგორ დაინახავს, როგორ გამოიყენებს, აქცენტებს რანაირად დასვავს. ხო გესმით, ჩვენ თავისუფლები ვართ, შესაბამისად ეს ყველაფერი კი მოგვეცა, მაგრამ ამათი გამოყენება, ამათი სწორად წარმართვა ეს აბსოლუტურად ჩვენზეა. ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რა არის ჩვენში მთავარი და მეორე ხარისხოვანი. რა არის მარადიული ღირებულების და რა არის დროებითი. ამას თუ ადამიანი ვერ მიხვდა, ძალიან ცოდოა, რა თქმა უნდა. თუ ის რას დროებითია, ცხოვრების მიზნად გაიხადა, აბა ამაზე მეტი საცოდაობა იქნება. ჩვენ ამ ყველაფრით მდიდარნი ვართ და ეს სიმდიდრე იმის მაგივრად რომ გვამდაბლებდეს, სიმდიდრე რომ გვამდაბლებდეს, დიახ. იმიტომ რომ გვამდაბლებდეს, რომ ეს სიმდიდრე აქაც არის სწორად გონიერება, ხო? მე უნდა ხვდებოდე, რომ ეს სიმდიდრე რაც ჩამოვთვალე ყველაფერი, ეს უამრავი ნიჭებით დახუნძლილი ჩვენი ყოფიერება, ეს სიმდიდრე მოცემულია, ჩემი არ არის. აი როგორც დიდი პავლე იტყვის, რა გაქვს რაც არ მიგიღია, ხოლო თუ მიგიღია, რატომღა ქედმახლობ, იმით რაც გაქვს. და ეს სიმდიდრე რომ გვამდაბლებდეს, მაგრამ სამწუხარო ძალიან ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ერთია როცა სიმდიდრე რომ ჩვენში განვითარდეს, შრომაც სჭირდება და ადამიანი როცა მიზანმიმართულად შრომობს, რაღაცის ნიჭი აქვს, თქვათ, ხო? როცა მიზანმიმართულად შრომობს, ის ნიჭი ვითარდება. აქ კიდე შეიძლება ადამიანს შეექმნას ილუზია, რომ თვითონ არის შემოქმედი იმ ნიჭისა, რომელიც მას აქვს. მაგრამ გარეგნობაც ნიჭია და ფიზიკური ძალაც და ინტელექტუალური აპარატის გამართულობაც, მოდი ესე ვთქვათ და ეს ყველაფერი ადამიანს ხო ისე მიეცემა, ისე ეძლევა, ხო? ისე ეძლევა. აქ ხო არ არის, ვთქვათ, ადამიანს ხო არ შეუძლია თვითონ ასეთი დაიბადოს, ან ისეთი დაიბადოს და ადამიანი ძალიან ხშირად ისე ცდუნდება, რომ ამითაც კი აშკარა რაც მოცემულია პირდაპირ, ამითაც კი ძალიან ხშირ შემთხვევაში პატივმოყვარეობაში ვარდება. თუ ჩვენ ქრისტიანები ვარ და გვაქვს პრეტენზია ღმერთიშვილობაზე, ქრისტიანი ამას ნიშნავს, ღმერთიშვილობაზე პრეტენზია გვაქვს, მომავალ მადლით ღმერთობაზე. პრეტენზია ცუდი სიტყვაა, მაგრამ მე არ ვიცი სხვა სიტყვა რა გამოვძებნო, ეს მოცემულობა გვაქვს. ჩვენ არ ვართ, როგორც ხშირად მithქვავს, ნაკლებზე თანახმა. ჩვენი რწმენა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სადღაც გვითხრა, რომ აი შენ 60 და იყავი შენთვის. ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. ჩვენ ასეთი რწმენა არ გვაქვს. ჩვენ ეს არ გვინდა. აბა რა გინდა? ღმერთი მინდა, სხვა არაფერი. ღმერთი მინდა როგორც მამა, მასთან ყოფნა მინდა როგორც შვილი, მადლით ღმერთობა მინდა. გესმით?
აი ეს არის ქრისტიანობა, ეს განაცხადი თავიდანვეა. როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის, აზზე არ არის არაფერზე, მას პირველ რიგში რა სასწავლიან? მამაო ჩვენო სასწავლიან. პირველ თავიდანვე განაცხადი კეთება, რომ იცი შენ ღმერთის შვილი ხარ. და მე რა ცუდია, რომ მამაო ჩვენოს ვასწავლი და თან კიდე უცებ პარალელურად ვეუბნები, რომ იცი რა, ჩვენ ახლა ერისკაცები ვართ, მონაზვნები არა ვართ, ამიტომ აესემ სუბუქად რა, იქ 10 ცნება დაიცავი ცოტა რაღაც ძალიან დიდ ცოდებს თუ ჩაიდან. ხო, როგორღაც რა. თან ეუბნები, რომ ღმერთის შვილი იყავი. რას ნიშნავს ღმერთის შვილი, რომელიც ღმერთის შვილს არ გავს? რას ნიშნავს ღმერთის შვილი, რომელიც ქრისტეს არ გავს? გასაგებია, რომ ჩვენ არც ერთი არ ვგავართ. მაგრამ გესმით, რომ თუ მე თავიდანვე არ დავსახე მიზანი, მაშინ რა დამემართება? კმაყოფილი ვიქნები იმით, რაც მაქვს. და როგორც კი ადამიანი კმაყოფილებაში აღმოჩნდება, ის ნიჭები, რომელიც მას აქვს, თვით კმაყოფილებას ჩააგდებს. ჩვენ ერთის მხრივ დახუნძლული ვართ ნიჭებით, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსებანი. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ეს ნიჭები არ უნდა გვაძლევდეს საშუალებას თვით კმაყოფილებაში აღმოჩნდეთ. რა შემთხვევაშია შესაძლებელი? მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც ჩემი ნიჭების რეალიზება ვერ ხდება ისე და იმ საზომით, რისთვისაც ისინი მომეცა. მე ყველა ნიჭი, რაც ჩამოვთვალე წეღარ, მომეცა იმისათვის, რომ ქრისტეს დავემსგავსო, ანუ ღმერთის შვილი გავხდე, მადლით ღმერთი გავხდე და არ გამოდის ეს აქამდე. ესე იგი მე ვერ ვიქნები თვითკმაყოფილი. ვერ გავიბღინძები ჩემი შესაძლებლობებით. და მუდამ მექნება დაუოკებელი სურვილი, რომ კიდევ მეტი გავაკეთო. ადამიანი მიზანსწრაფული არსებაა. ადამიანი ყოველთვის უნდა ივიწყებდეს უკანას და წინ იყურებოდეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ეს მიზანსწრაფულობა მაშინ არასოდეს არ უნდა ჩაქრეს, ეს ცეცხლივით უნდა ენთოს. აი როგორც იერემია წინასწარმეტყველი ამბობს, თუ არ ვცდები, რომ რაღაც გადაწყვიტა, რომ რაღაც აღარ ეკადა ღვთის სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემები ექნებოდა და როგორც კი ეს აზრი მოვიდა მასში, ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში ღვთაებრივი, ხო რაღაც ესე ამბობს, რომ მის გულში ეს ცეცხლი ღვთაებრივი აგიზგიზდა, ძვლებს გადაწვა, კინაღამ დაამწვა. როგორც კი ეს აზრი მოვიდა თავში, რომ მოდი ახლა მე შევწყვიტავ ჩემი მისიის შესრულებას. და რა თქმა უნდა, ისევ დაემორჩილა ღმერთს. ეს ცეცხლი ერემიას ჰქონდა, თქვა, ისაიას ჰქონდა, ილიას ჰქონდა, ელისეს ჰქონდა, მოსეს ჰქონდა. ჩვენ ყველას გვაქვს ეს ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენ ახალი აღთქმის მოქალაქენი ვართ. მეცაც ვიტყვით, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ეს ცეცხლი გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ღვთის ტაძარი ვართ და ჩვენში ღმერთი უნდა ცხოვრობდეს. სხვანაირი ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. ქრისტიანი, რომელშიც ღმერთი არ ცხოვრობს, ის არ არის ქრისტიანი. და ჩვენი უმთავრესი ნიჭი არის სწორედ აი ეს, რომ ჩვენში ცხოვრობს ღმერთი. უბრალოდ სახლი კი არა ვართ, უბრალოდ ჭურჭელი კი არა ვართ, არამედ ტაძარნი ვართ ღვთისა. ამიტომ პავლე მოციქულის დღევანდელი სიტყვები ტიმოთეს მიმართ გასაგებია, ო ტიმოთეობნება, გაუფრთხილდი რაც მოგენდო. ტიმოთე პავლე მოციქულის სულიერი შვილია, მისი მოწაფეა. იერარქიულ პრინციპით თუ შევხედავთ, იგი მღვდელმთავრის იერარქიულ ხარისხს ატარებს. ახალგაზრდა და პავლე მოციქულის მემკვიდრია, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და პავლე მოციქული მას ასწავლის ყველაფერს და ერთ-ერთი რასაც ეუბნება გაუფრთხილდა, რა მოენ, სხვა ადგილას ეუბნება, რომ ესე გაუფრთხილდი მადლს, რომელიც სამღვდელო ხელდასხმით ჩემგან მოგეცა. დღესაც სამღვდელოება ხელდასხმით იკურთხება, ხო იცით, ეპისკოპოსის კურთხევით. გაუფრთხილდი ტიმოთე იმ სამღვდელო მადლს, რომელიც ჩემგან ხელდასხმით მოგეცა. აქაც ეუბნება, გაუფრთხილდი რაც მოგენდო. გაუფრთხილდი და რა არ უნდა გააკეთო, რომ ეს მადლი კი არ დაკნინდეს შენში, არამედ გამრავლდეს. არ თქვათ, ეხლა ჩვენ მღვდლები არა ვართ, ჩვენ ეს არ გვჭირდება, ყველანი მღვდლები ხართ, როგორც წმინდა წერილი მრავალგზის გვეუბნება, სამეფო და სამღვდელო დას. სამეფო რატო? იმიტომ რომ მეფის შვილები ხართ, ზეციური მეფის. სამღვდელო რატო? იმიტომ რომ თქვენ მირონცხებულები ხართ და თქვენში
და ტაძარი ხართ ღვთისა და თქვენში უნდა მიმდინარეობდეს მოუკლებელი ღვთისმსახურება, გონებით გულში აღსრულებული. ამიტომ მღვდლებიც ხართ და მეფენიც ხართ. ამიტომ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც იერარქიულ მღვდელს ეკუთვნის, თქვენს გეკუთვნით. და აი რასაც ტიმოთეს ეუბნება, ყველას გვეკუთვნით მღვდელმთავარსაც, მე როგორც მღვდელს, თქვენ როგორც სულიან მღვდლებს. გაუფრთხილდი რაც მოგენდო და რაც მოგვენდო, ამაზე ვსაუბრობთ. ღმერთი ჩვენში, აი ეს მოგვენდო ჩვენ. და რა არ გააკეთო, რომ ის არ დაკნინდეს, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭ სიტყვაობას. არ ამბობს ერიდე ფუჭ სიტყვაობას. ფუჭ სიტყვაობა ცოდვაა, ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებს, ქრისტე ამბობს, გახსოვთ. მაგრამ პავლე მოციქული ამატებს უკეთურ ფუჭ სიტყვაობას. ანუ ფუჭ სიტყვაობა ადამიანი რო ტყილა ლაპარაკობს. ეს არის უკეთურება. რატომ? იმიტომ რომ ხშირად გვითხოვს ადამიანის სიტყვა ეს სასიგნალო ის რაღაცა ინსტრუმენტი არ არის, რომ აი როგორც ცხოველები ერთმანეთს ბგერებით სიგნალს უაზრებენ და თქვათ ამით კომუნიკაციას ამყარებენ ერთმანეთთან. ადამიანის ენა ეგ არ არის, ეგეც არის, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ ეგ არ არის მხოლოდ. ენა, ანუ შენი სიტყვა არის შენი სულის ენერგია, რომლითაც შენ შეგიძლია ტრანსცენდენტულ ღმერთს დაუკავშირდე და მას შენი ესმის. აი galaktikების შემოქმედს უყურებ და რაც შენი გულიდან ამოდის, მას შენი ესმის. ძალიან ხშირად ჩვენი ლოცვების შესმენა ამიტომ არ ხდება, როგორ არ ესმის, მაგრამ შესმენა ამიტომ არ ხდება, რომ ის ჩვენი გულიდან არ ამოდის. უბრალოდ რაღაც სიტყვებს ვამბობთ. ჩვენი გულიდან არ ამოდის. ანუ მამაო ჩვენოს რო ვამბობ, ჩემი გული არ მონაწილეობს ამ. მამაო ჩვენო რომელი ხარ სათაშინავ არ მონაწილეობს. როგორც ღვთის შვილი, ესი არ ვლაპარაკო. იყავნება შენი, არ არის შესმენილი და საერთოდ არ ვფიქრობ რა არის ღვთისნება და არც მაინტერესებს. ეხლა ამას ჩავარაკრაკებ და ვაგრძელებ ჩემინებით ცხოვრებას, გესმით რა შესაძლოა. რატომ არ ხდება შესმენა ჩვენი ლოცვებისა? არ ხდება, იმიტომ რომ გული და ენა სიტყვა ერთმანეთთან ბმაში არ არის. გული უკეთური მაქვს და ენით ვამბობ უძვირფასეს სიტყვებს და ჩემი გული მას არ ეთანხმება. ცხოვრების წესით ჩანს ეს. და ეს ფუჭ სიტყვაობა ზოგადად უკეთური იმიტომ არის, რომ ფუჭ სიტყვაობა ადასტურებს ჩემი გულის სიცარიელეს. ასევე საუბრობს და შესაბამისად უკეთურია, იმიტომ რომ ესე იგი ის არ არის მადლის ამოძახილი, ის არის დაცემული ბუნების ამოძახილი. მე აგზელებს ცრუ მეცნიერების უკუღმართობას. რა არის ცრუ მეცნიერება? ცრუ მეცნიერება ამ შემთხვევაში, ჩვენ ახლა ამ კონტექსტში გვაინტერესებს. ცრუ მეცნიერება არის ის ცოდნა, აი როგორც გზა როა, რა თქმა უნდა, გზა თუ ტაძრამდე არ მემიყვას. ცრუ მეცნიერება არის ის ცოდნა, რომელსაც ღმერთამდე არ მივყავარ. მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი უნდა უარყოთ. მაგალითად, კულინარიას ხო მეცნიერებაა, ესე იგი უნდა უარყოთ კულინარია, იმიტომ რომ მას ღმერთამდე არ მივყავართ. არა, ესე მარტივად ნუგავიკებთ, რომ კულინარია ამ შემთხვევაში შეიძლება ღვთისმსახურებად გადავაქციოთ, როცა შენ სტუმარს გაუმასპინძლდები და მშიერ ადამიანს კარგად დააპურებ. ამიტომ ის ღვთისმსახურებად გადაიქცევა და რაც ღვთისმსახურებად გადაიქცევა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, თუნდაც ირიბად, მაინც ის ღმერთთან მიმყვანებელია. ცრუ მეცნიერება არის ის, რომელიც რაღაცას ასაბუთებს, ამტკიცებს, რომელსაც ღმერთთან კავშირი შეუძლებელია ქონდეს. ყველა ეხლა ამაზე ნუ ჩაუღმავდებით, ამის თქვათ მაგალითების მოყვანა შეიძლება. მაგრამ ეს ჩვენთვის უნდა ვიცოდეთ, გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად ადამიანი რაღაცას ამტკიცებს, რაღაცას ცოდვილობს, რომ აი ეს ასია და არა ასია, რომელსაც არანაირი კავშირი ჩემს გადარჩენასთან არა აქვს. აი ამასში შეიძლება შევიყვანოთ კიდე ისიც რა, როცა ადამიანს აწუხებს, ახლა ყველას მეტნაკლებად ეს გვაწუხებს, მაგრამ ცნობის მოყვარეობის ძალიან დიდი დოზა როცა გვაქვს. ორი კაცი ლაპარაკობს, გაიგონი რა, როგორ არის, აბა რანაირად და რაში გაინტერესებს.
ამ დროს საერთოდ არ გაინტერესებს ის თემა, რომელზეც ისინი საუბრობენ, საერთოდ არ გაინტერესებს. ჭორაობენ, აბა როგორ არის, აი მან ესე თქვა, როგორ თქვა, აჰა, გასაგები და რამე, რა გაიგე. მეცნიერება, ანუ ცოდნა მიიღე, რომელიც საერთოდ არ გჭირდება არაფერში. ესეც ფუჩი ტყოების ერთ-ერთი გამოვლინებაა და ამას უწოდებს უკუღმართობას პავლე მოციქული. და ასეთი რამეო საქმე, ესეთი რამ საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და შედეგად რა მიიღო და კიდევაც განუდგა რწმენას. კიდევაც განუდგა რწმენას. ნახეთ, რწმენა ხო ეს არ არის ღმერთის არსებობის მჯერა. რწმენა ეს არის, როგორც უფალი განმარტავს, ჩემში მადლის არსებობა. გულში მადლი არის, რწმენა გაქვს. გულში მადლი არ არის. რწმენა არ გაქვს, როგორც არ უნდა გჯეროდეს ღმერთის არსებობა. და ამიტომ, როდესაც შენი გული რაღაც ესეთი სიცარიელებით ინტერესდება და ტკბება, ეს მის უმადლობაზე მეტყველებს. შესაბამისად, რწმენა არ გაქვს. შესაბამისად, ასეთ დროს მე ადამიანი უკვე იმ ნიჭებით, რაც მას გააჩნია, იმ ნიჭებისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს და იმით იწყებს ქედმაღლობას. და ამიტომ ნახეთ, დიდართა ამათ ქვეყნისათა, ანუ ყოველთვის როცა სიმდიდრებზე არის საუბარი წმინდა წერილში, რა თქმა უნდა, პირდაპირ გაგების დიდარიც იგულისხმება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ნიჭი, ნებისმიერი ნიჭით დახუნძლული ადამიანი, ნიჭებით დახუნძლული ადამიანი მდიდრად იწოდება. ყველა ნიჭი სიმდიდრეა, ყველასი ნიჭი სიმდიდრეა. და შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მდიდრები ვართ, ყველას რაღაცა ნიჭი გვაქვს. და თუნდაც სიცოცხლის ნიჭი ყველას გვაქვს, ზნეობრივი ცხოვრების, ზნეობრივი კანონის შეფასების და აღქმის უნარი ყველას გვაქვს და ასე შემდეგ, რწმენის ნიჭი გვაქვს ბოლო-ბოლო ყველას. და ამცნე დიდართ ნუ ქედმაღლობენ და ამ დროს ფუჭი სიმდიდრე, ფუჭი რომელსაც კიდევ ვიმეორებ არ აქვს კავშირი მარადისობასთან. ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუ კი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმერთის. უხვათ რომ გვაძლევს ყველაფერს, რისთვის გვაძლევს ყველაფერს და ძალიან კარგ სიტყვას იყენებს პავლე მოციქული. ხო შეიძლება თქვა, პავლე მოციქული საერთოდ გენიოსია უბრალოდ. აი ნახეთ, დიდართ ამათ ქვეყნისა ამცნენ ნუ ქედმაღლობენ და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუ ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმერთის უხვათ რომ გვაძლევს ყველაფერს. დაწედა საცხოვნებლად, სინანულისათვის, ღვთისმსახურების აღსასრულებლად, არა, სხვა რამეს ამბობს. უხვათ რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ. რომ ბედნიერი იყო, გიხაროდეს, აქვე გიხაროდეს. უფლის ერთგული ადამიანი გახარებულია. ნათელო მხიარულოა იმ წუხზე რო შედის საცეცხლურით შესვლა არის მწუხზე, იცით, ხო? და იქ იგალობება ეს საოცარი ლოცვა არის, ხო? ნათელო მხიარულო. რას ნიშნავს? ჯვარი ისახება საცეცხლურით, ადრეს გონი ნათქვამი მაქვს, საცეცხლური ღვთისმშობლის სიმბოლო, მათში ჩადებული სურნელოვანი საკმეველი ნაკვერჩხალთან ერთად ქრისტეს სიმბოლო, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წიაღშია, ეს სურნელება ამოდის, ანუ ქრისტე იბადება, ეს სიმბოლოა, რომელიც გადის ჯვარსახოვან გზას, ჯვარი იმიტომ ისახება და მივმართავთ ქრისტეს. ნათელო, მე ვარ ნათელი სოფლის ამბობს, ხო? ნათელო მხიარულო, ანუ ქრისტე არის ნათელი მხიარული, სიხარულის მომნიჭებელი, სახარება ქვია, ხო? მის სიტყვებს. და ეს სამხიარულოდ, რომელსაც ღმერთი გვაძლევს ყველაფერს, რათა ვიმხიარულოთ. ეს მხიარულება გვაბედნიერებს და მე რას აკეთებს? ამ ყველაფერს აძლევს ღმერთი, იმიტომ რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილის საქმით მდიდრდებოდნენ, დიდარი ხო არის, რაც მეტად გასცემს, კიდევ უფრო მეტად მდიდრდება, ოღონდ კეთილის საქმით გულუხნი იყვნენ, ხელგაშლილნი და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს, მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს. და კიდევ ერთხელ კონცენტრირება, ფოკუსირება მარადიულ სიცოცხლეზე. რატომ მოვდივართ ჩვენ აქ? რატო წყურია ხშირად წირვაზე მოსვლა? ამას ხშირად ვამბობთ ხოლმე, რატომ? ვკითხოთ საკუთარ თავს. იმიტომ, რომ ქრისტეზე გვინდა იყოს ფოკუსირებული ჩვენი ყოფიერება საერთოდ.
იმიტომ რომ ღვთისწყალობით მივხვდით, რომ ქრისტეს გარეშე უბრალოდ არაფერს აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა დღეს ხვალ ანზე უნდა გარდავიცვალოთ. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი გარდაცვალება იყოს გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრების გზა თავდება რა სიკვდილით ეს სიკვდილი იყოს აზრიანი, დიდებული, ლამაზი, მშვენიერი, მხიარული, ეს იყოს გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, რომ ამით ჩვენ დაბადებას, ჩვენ ბავშვობას, ყრმობას, ჩვენ ცხოვრებას, ყველაფერს ჩვენს გაკეთებულ საქმეებს აზრი მიეცეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ ღირსეულად არ გარდავიცვლებით, ჩვენ ცხოვრებას აზრი არ ქონია. და ღირსეული გარდაცვალება არის ერთადერთი, ეს არის გარდაცვალება ღმერთში. იმიტომ რომ საუკუნო სიცოცხლე სხვა არაფერია თუ არა თავად ცოცხალი ღმერთი. და ეს კონცენტრირება, ფოკუსირება ღმერთზე ეს არის ერთადერთი ჩვენი მიზანი, როგორც კვლავ პავლე მოციქული ამბობს, ერთადერთი მყრობელი უკვდავებისა, ანუ ვისაც ერთადერთი, სხვას არაფერს არ აქვს უკვდავება. უკვდავება ხშირად გვითხოვს, არ არის გაწელილი დრო. უკვდავება ეს არის სხვა ტიპის ყოფიერება, რომელიც ჩვენ არ ვიცით როგორია. ეს არ არის ყოფიერება დროში, ეს სხვა რაღაცა, არ ვიცით ეს რა არის. ეს ღმერთის თვისებაა, საღვთო ენერგია. ჩვენ სანამ არ შევეხებით მას, ჩვენ არ გვეცოდინება რა არის. თუმცა ხანდახან შეიძლება ეს განიცადოს ადამიანმა ლოცვის დროს, ზიარების დროს, წირვაზე ყოფნის დროს, როდესაც რაღაცა უჩვეულო შეგრძნება მოდის გულში, რაღაც მარადისობის რაღაცა შეგრძნება, რომელსაც ბოლომდე ვერ არქმევ. ესე დროს ადამიანი ღმერთის ხელს გზნობს თავის გულზე. და პავლე მოციქული ესე ამბობს, ერთადერთი მყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი. ღმერთზე საუბრობს, რომელიც არ უხილავს არცეთ კაცთაგანს და არც ძალუც მისი ხილვა. მაგრამ ის მოვიდა ადამიანად. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხილვა არავის ძალუც, მისია პატივი და საუკუნო, ანუ მარადიული ძალმოსილება, ის არავის არ უხილავს, ის მოვიდა. მოვიდა ჩვენაერ ლიტონ ადამიანად. თითოეული ჩვენგანის ცოდვები იტვირთა. იტვირთა რა მან ჩვენი ცოდვები, ჩვენ აღარ მოვკვდებით მარადიული სიკვდილით. ჩვენ ვიცოცხლებთ, იმიტომ რომ ის რაც ჩვენს სიკვდილს გარანტირებულს ხდიდა, ის ყველაფერი მან მიიღო თავის თავზე ყველა ადამიანის და თვითონ მოკვდა. მაგრამ რადგან ღმერთია გაცოცხლდა, აღდგა მკვდრეთი. ხოლო ჩვენ გაგვანთავისუფლა სიკვდილისაგან. ამიტომ ჩვენი ცხოვრება იქნება ფოკუსირებული, კონცენტრირებული, მინიმალური დანაკარგით. რაც მეტად კონცენტრირებული ვიქნებით ქრისტეზე, რაც ნაკლებად დავკარგავთ ჩვენ ძვირფას წამებს სხვა რამეში, მით მეტად ძლიერი განცდა გვექნება სიცოცხლეშივე ღმერთისა. მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა. თუ ჩვენ არ შევიმეცნებთ მას ხორცში მყოფნი, ჩვენ მას დავკარგავთ მარადისობაში. იმიტომ რომ ღმერთი არ არის რაღაცა ენერგია, რაღაცა საგანი, რაღაც მოცემულობა, როცა ჩვენ ესე იგი გავალთ სიკვდილის კარებს გაბვლი და მივალთ. აჰა, აი აქ ყოფილა. არა. ღმერთი არის ყველგან მყოფი, ისევია მარადისობაში გარდაცვალების მერე როგორც აქ. და მასთან პიროვნული კავშირი, კომუნიკაცია აქვე უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ მე აქ მაქვს შესაძლებლობა რაღაც შევცვალო ჯერ კიდევ. გარდაცვალების მერე არაფერს ვეღარ შევცვალო. იმიტომ რომ აქ ხორცი მაქვს და ხორციელი ცხოვრებით მოღვაწეობ. და როდესაც ჩემი ცხოვრება კონცენტრირებულია, ფოკუსირებულია მასზე, მე მას აქვე გავიცნობ. და შესაბამისად, ჩემთვის უკვე გარდაცვალება აღარ იარსებებს, იქნება უბრალოდ სიკვდილი აღარ იარსებებს, ეს იქნება გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ჩემი ცხოვრება მთლიანად აღივსება იმითი, ვინც მიუწვდომელ ნათელშია, რომელიც არავის არ უხილავს, მაგრამ ის მოვიდა და იმის ღირსი გამხადა, რომ ჩემში დამკვიდრდეს და მომცეს საშუალება მასთან კომუნიკაციისა ჩემში გნით. და როცა ეს ვიცით, და როცა ეს არა მარტო ვიცით, არამედ ცოტათი მაინც განგვიცდია, ჩვენ მოუღლელად
უკან დაუხევლად ყოველ დღე ცდილობთ და ნელ-ნელა უფრო მეტად და ბოლოს არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მას გულში. დამერწმუნეთ, რომ ეს შესაძლებელია ნებისმიერ სოციუმში მყოფი ადამიანისათვის, ამას მონაზვნობა არ სჭირდება. არ სჭირდება ამას მონაზვნობა. მონაზვნობს შეიძლება უკეთესი პირობები გქონდეს, ცოტათი ამ კუთხით. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაკეთდეს. ნებისმიერ სამსახურში, ნებისმიერი საშრომელ ადგილას, ყველგან შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის გონების გულში მოქმედება, თვალისათვის უხილავი, მაგრამ ჩვენთვის ხილულის და ძალიან მნიშვნელოვანიც. ამიტომ არ დავიზაროთ ღმერთის ზიება საკუთარ თავში, იმიტომ რომ ის იქ არის. ღმერთი იქ არის, იქიდან გვეძახის. მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ფოკუსირება მასზე. და თუ ჩვენ ასე გავაკეთებთ, ჩვენ ვიქნებით ნამდვილი ქრისტიანები. ყველაზე მეტად რაც ჭირდება ჩვენაც გვჭირდება ხო ჩვენი გადარჩენისათვის ჩვენი ჭეშმარიტი ქრისტიანობაა. და ჩვენ სამშობლოს რაც ჭირდება, ეს არის ჭეშმარიტი ნამდვილი ქრისტიანების გამრავლება, იმიტომ რომ თუ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანები არ იქნებიან, ჩვენი ქვეყანა, რა ვიცი, ვერ გადარჩება, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის ქრისტიანობაში, იმიტომ რომ მაშინ ღმერთი ჩვენთან იქნება. ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ სხვა შესაძლებლობა ჩვენი გადარჩენისა და შესაბამისად ჩვენი გადარჩენა აბსტრაქცია კი არ არის ჩვენი გადარჩენა. ეს არის ჩვენი შვილების, ჩვენი შვილიშვილების გადარჩენაა ეს. გადარჩენა სულიერი გადარჩენა, არა მარტო ფიზიკური, რომ მათაც ღმერთი იპოვოთ, ჩვენ რო ვიპოვეთ, კარგია, ხო? ხო, საჭიროა ჩვენმა შვილებაც, იმათმა შვილებაც, კიდევ იმათმა შვილებაც, სანამ ეს სამყარო იარსებებს, იპოვონ. ამიტომ როცა ვამბობთ ჩვენს გადარჩენაზე, საქართველოს გადარჩენაზე, ამას კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობთ. ჩვენ სისხლსა და ხორცს გულისხმობთ. სოდომ გომორიც კი არ გაქრებოდა 10 მართალი რო ყოფილიყო. მე მგონი სოდომ გომორზე ცოტათი უკეთესები ვართ, ჯერჯერობით მაინც. და თუ ჩვენ გვინდა რომ გადავრჩეთ, ამიტომ ჩვენ უნდა შევადგინოთ ის კრიტიკული მასა ქრისტიანებმა, რომლის გამოც ჩვენი ქვეყანა გადარჩა. და ეს ყველაფერი იწყება საკუთარი თავიდან, საკუთარი გულიდან, საკუთარ გულში მოუკლებელი ძიება ქრისტეს. შეგვეწიოს უფალი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.